ხელმოწერილ კანონებს მკაცრად აკრიტიკებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძის განცხადებით მიხეილ ყავილაშვილმა რეპრესიულ დოკუმენტებს მოაწერა ხელი, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაჩქარებულად და გამარტივებულად 9 დღეში მიიღო. მისივე განცხადებით ცვლილება საარჩევნო კოდექსში ქართულმა ოცნებამ მორიგ ჯერზე მოარგო საარჩევნო კანონმდებლობა ვიწრო პარტიულ ინტერესს. ამის მიზანი კი 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არაკეთილსინდისიერი უპირატესობის შექმნა. ცვლილების შედეგად მიღებული საკანონმდებლო ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს ამორჩეველთა ნების მანდატებში პროპორციულად ასახვას და მნიშვნელოვნად გაზრდილ ამორჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობას წერს ქურდოვანიძე. მისივე განცხადებით ხელმოწერილი ცვლილება ასევე მარტივდება რეორგანიზაციის პროცესი და მისი პოლიტიკური წმენდის იარაღად გამოყენება. საჯარო მოხელის დაცვის გარანტიები, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით სუსტდება. ქურდოვანიძის თქმით, აქციაზე პიროტექნიკით ყოფნა მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა მისი გამოყენება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5,000 ლარის ოდენობით. თუ ჩაითვლება, რომ ეს ორგანიზებული ფორმითაა გაკეთებული, მაშინ ორგანიზატორი 15,000 ლარით შეიძლება დაჯარიმდეს. ჯარიმის ნაცვლად შეიძლება ასევე გამოყენებული იყოს 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაც. ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ნებადართული ხდება პრევენციული დაკავება პოლიციის მიერ მოქალაქეების შემთხვევაში. ამ ცვლილებების მიზანი არის შეკრება მანიფესტაციების უფლებით სარგებლობის შეზღუდვა და ადამიანებისთვის იმის ჩვენება, რომ თუ ისინი გამოხატავენ საკუთარ პროტესტს, შეიძლება მკაცრად დაისაჯონ და არსებული პროტესტის ჩახშობა არის ის მიზანი, რასაც ეს ცვლილებები ატარებს. მიზანმიმართულია შეკრება მანიფესტაციების გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად და რეპრესიული ზომების გასამკაცრებლად. ამას მოწმობს ცვლილებების სხვადასხვა ფორმა, რომელიც მათ შორის შეეხო როგორც ახალი სამართალდარღვევების დამატებას და აკრძალვების შემოღებას კანონმდებლობაში, ასევე უკვე არსებული სამართალდარღვევების გამკაცრებას ჯარიმების თუ სხვა სანქციების სახით, მათ შორის მართვის მოწმობის ჩამორთმევის ფორმით ცალკეულ შემთხვევებში, ასევე ამას ემატება ისიც, რომ დაკავების საფუძვლები გაფართოვდა და რეპრესიული გახდა უფრო მეტად და თვითნებური დაკავების რისკები უფრო მეტად გაიზარდა. ეს ნიღაბი არ ეხება მხოლოდ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის მხარდამჭერების გამოსვლას. ეს იმ ადამიანებსაც ეხება, ვინც თავისუფლად შეიძლება ჩაიდინოს პროვოკაცია ისეთი, რომელიც საქართველოს იმ სისხლის ღვრასთან მეიყვანს, რაც ახლა ხანს მეიდანზე ვეხილე და ვერც გაიგებ, ვისი გამოგზავნილია, ან ვისი მითითებით მოქმედებენ პროვოკატორები. აქედან გამომდინარე, ეს არავითარ რეპრესიული არ არის, ნებისმიერი კანონი, რომელიც შეიძლება განხილული იქნეს საიას მიერ ამ კონტექსტში რეალურად ეროვნულ ინტერესებს ემსახურება, ხოლო საია კონკრეტულ პოლიტიკურ გუნდის ინტერესებს ემსახურება.